მოგესალმებით ხალხო, გამარჯობათ. დღეს ჩემი სტუმარია ბატონ ჯემალ გამახარია. ბატონ ჯემალი არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. იმედია არ მეშლება დასახელებას, თუ მეშლება ხოლმე ეს დასახელება. მაგრამ ამავდროულად არის მეცნიერი, კვლევარი და ფაქტობრივად უამრავი თემა, რაზეც მე დღეს მინდა ჩვენ ვილაპარაკოთ, მას კვლევების სხვადასხვა დროს კვლევების სახითაა გამოცემული. მე აფხაზეთის თემა მაინტერესებს, როგორც მაყურებლის დიდი ნაწილისთვის შეიძლება ეს მოსალოდნელი ყოფილიყო, ოღონდ მაინტერესებს უფრო ღრმად არა მხოლოდ ერთი ადამიანის თვალით, რომელიც უბრალოდ აკვირდებოდა მოვლენებს, არამედ იმ ადამიანის თვალით, ვინც იკვლევდა კიდეც ამ მოვლენებს სხვადასხვა დროს და რაც თავარია, მე მგონი სწორედ ახლაც იმ პოზიციაზეა, რა პოზიციიდანაც ამ თემაზე საუბარი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი წარმოდგენით. დიდი მადლობა ბატონ ჯემალ იმისთვის, რომ დამთავრდით ინტერვიუს. მადლობა მოწვევისთვის. შორიდან დავიწყებ. დიდი ინტერესით ვადევნებ თვალყურს აი თქვენს გადაცემებს. ახლა ვერ გეტყვი რომ ყველა ვნახე, მაგრამ ბევრი ვნახე და ძალიან საინტერესოა. უბრალოდ მადლობა, დიდი პატივია. მოდით ვეცადოთ რომ გავარკვიოთ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ანატომია. ზოგადად დავინახოთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობები იმ ჭრილში, რომ თან რაღაცნაირად შევხედოთ, სად უშვებდით შეცდომებს, სად ან როგორ დაგვაპირისპირა სისტემამ, ერთმანეთს საბჭოთა სისტემამ განსაკუთრებით, რომ ბოლოს აქამდე მივედით, მაგრამ ისტორიიდან დავიწყოთ, შორიდან დავიწყოთ. რა ვიცით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ, მოკლედ რო თქვა, იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრი გაქვთ დამუშევარი, ვიცი რომ თქვენი სფეროა და რაღაცნაირად აი მაყურებელმა რომ თქვენი კონტექსტი სრულად დაინახოს ამის თქმა მინდა. დიახ. ხშირად აი თქვენს ბრძანეთ და ხშირად მოისმენთ რომ აი ჩვენ რუსეთის იმპერიამ დაგვაპირისპირა, ნუ ისტორია ეს საბჭოთა სისტემამ დაგვაპირისპირა, ესეც ისტორია, მაგრამ დაპირისპირება მოდის უფრო ადრეული პერიოდიდან, როდესაც ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენ დღეს აფხაზებს უწოდებთ, დამკვიდრდნენ ამ ტერიტორიაზე. მინდა გითხრათ რომ მე-10 საუკუნეში, მე-11 საუკუნეში, როდესაც მე-11-ში იმდენად არა, მე-8, მე-9 საუკუნე, როცა აფხაზეთის სამეფო არსებობდა, არავითარი დაპირისპირება არ იყო. არავითარი დაპირისპირება არ იყო. ამ სამეფოში წერდნენ ქართულად, მეტყველებდნენ ქართულად და უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობა დარჩა, ყველაფერი არის ქართული. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი ქართულია და არაფერი არაქართული იქ არ არის. ანუ გულისხმობთ ისტორიულ ძეგლებს, არქეოლოგიურ ნამუშევრებს? წერილობით წყაროებსაც, რამდენიც გინდათ, არსებობს. აი აფხაზეთის დღევანდელ ტერიტორიაზე შექმნილი იმ პერიოდში. ასე რომ აი ეს მოსაზრება, რომ დღევანდელი აფხაზები და ისტორიული აფხაზები ეს ერთი და იგივე არ არის, პირადად ჩემთვის ეს არის აი როგორც 2x2 4. და არა მარტო ჩემთვის, ახლა ამას ინგოროყვას მიაწერენ და მან აი რა ცუდი საქმე გააკეთა, დაგვაპირისპირა და ასე შემდეგ. დაწყებული მე-17 საუკუნიდან თუ ვინმეს უცხოელს, ევროპელს, რუსს უკვლევია, შეუსწავლია, აფხაზები ჩასულა იქ, უნახავს ეს ტერიტორია, ყველა წერდა აბსოლუტურად ყველა. აი ერთი არ ვიცი მე, რომელმაც დაწერა რომ ესენი აბორიგენები არიან, ყველა წერს რომ ესენი ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსულები არიან. ჩრდილოეთ კავკასიიდან. ზოგიერთი იმას აი პირდაპირ დროსაც უთითებს მიახლოებით, აი მე-17 საუკუნეებში რო არიან ჩამოსულები. ეს პავლე ინგოროყვას ამ ქვეყანაში გაჩენამდე და დაბადებამდე ხდება ეს ყველაფერი. მე-17 საუკუნის ბოლოდან მე-18, მე-19 საუკუნეებში ხდება. რუსი ავტორები წერენ ამის შესახებ. აი ესეთ იყო დიდი კონტრასტი. ესე იგი აფხაზი, თიდან ჩამოსული ადამიანი და ამ დროს ისეთი ტაძრები, ისეთი მოხატულობით, ისეთი წარწერებით და იმათ ეს ძროხების ადგომებად ჰქონდათ ეს ტაძრები. ესე იგი არაფერი კავშირი ამ ტაძრებთან მაგათ არ ჰქონდათ.
არაფერი კავშირი. ესე იგი ასეთი კონტრასტი იყო და ამიტომ უცებ ინტერესდებოდნენ. აი ასეთი ყოველ სოფელში, ყოველ დასახლებულ პუნქტში არის ტაძრები. აი ძალიან ესეთი ფრესკებით მოხატული. მე იცით ახლა ბიჭვინთა დრანდა დღეს ახდენს ძალიან დიდ შტაბეჭდილებას, თორემ მე-17-18 საუკუნეებში მით უმეტეს ახდენდა ძალიან დიდ შტაბეჭდილებას ნებისმიერ მოგზაურზე ეს უცხოელი იქნებოდა თუ რუსი იქნებოდა. რუსებმა ძირითადად ტაძრების მშენებლობა, რაც ჩვენ დღეს ვიცით რუსეთში, ეს არის მე-16-მე-17 საუკუნეებში ძირითადად. ადრინდელიც არის, მაგრამ ძალიან ცოტა. აი ეს დიდი ტაძრები რაც აგებულია მე-16-მე-17-ია. და აი ჩვენი ტაძრები უძველესი მე-5, მე-6 საუკუნიდან, მე-7 საუკუნიდან და უფრო მეტად აი მე-10 საუკუნიდან და აქეთ მე-10, მე-11. იყო ძალიან დიდი კონტრასტი, ამიტომ ისინი ინტერესდებოდნენ რა აქვს საერთო აი ამ კულტურასთან, ამ ხალხს და ხედავდნენ რომ არაფერი საერთო. დღევანდელმა აფხაზებმა ფაქტობრივად ყველა მიცის ვინც მისი შორეული წინაპარი საიდან არის მოსული. დღევანდელმა აფხაზებმა და მაშინ მით უმეტეს იცოდნენ და ამას მაშინ პოლიტიკური მნიშვნელობა არ ჰქონდა და შეიძლება უყვებოდნენ კიდევაც ვინ საიდან არის და როგორ არის. სხვადასხვა ჩვენს არქივში არის აღმოჩენილი ძალიან საინტერესო მასალა აი ეს აფხაზები როგორ სახლდებოდნენ აქეთ ჩამოდიოდნენ იქ ჩრდილოეთ კავკასიიდან და სახლდებოდნენ აი ამ აფხაზეთის ტერიტორიაზე და ჩვენ აი ახლა ახლო მომავალში ვაპირებთ ამ მასალების ასე ვთქვათ წამოწევას და ნახავთ და აუცილებლად გამოვცემთ. ასე რომ რამდენად ანაცვლებს ასე რომ აი იქიდან მოდის დაპირისპირება. მე-16-მე-17 საუკუნიდან მოდის დაპირისპირება. ძალიან მწვავე დაპირისპირებები იყო მაშინ. და მე ამ დაპირისპირებებს უკვე გაგრძელება აქვს მე-19 საუკუნეში. მე-19 საუკუნეში, როცა რუსეთი შემოვიდა, რუსეთმა აფხაზეთი ქართველების მეშვეობით აითვისა და დაიკავა ფაქტობრივად. ქართველების მეშვეობით, ძირითადად სამეგრელოს სამთავროს მეშვეობით. აი სამეგრელო რომ არ ყოფილიყო, ალბათ ძალიან დიდხანს გაჭიანურდებოდა აფხაზეთის, ასე ვთქვათ, შემომტკიცება რუსეთის მიერ. მაგრამ სამეგრელო რატო ეხმარებოდა? იმიტომ კი არ ეხმარებოდა, რომ რუსეთისთვის უნდოდა ეს აფხაზეთი. ის ცდილობდა ეს თავისი ისტორიული ტერიტორია დაებრუნებინა. და რუსები ამას მიხვდნენ და პირდაპირ არსებობს ეს დაწერილია, რომ აი ლევან დადიანსო იმ დედოფლის დაცვის საბაბით უნდოდაო ეს ტერიტორიები შემოემტკიცებინაო, მაგრამ მე უარი უთხარიო ერთი ოფიცერი წერს თავის ზემდგომს. ასე რომ აი ლევან დადიანი ცდილობდა, მაშინ ლევან მე-5 დადიანი იყო, მაგრამ მანამდე დედამისი ეს გიორგი მე-12-ის ქალიშვილი იყო სამეგრელოს დედოფალი, გრიგოლ დადიანის მეუღლე, რომელიც ძალიან ძლიერი ქალბატონი იყო და ის ცდილობდა ამ ტერიტორიების დაბრუნებას, მაგრამ რუსებმა ამის საშუალება არ მისცეს და თავისთვის აი იქიდან დაიწყო სამეგრელოდან სამღვდელოების შეგზავნა, ეკლესიების აღდგენა, მათი მონათვლა, ასე ვთქვათ და ასე შემდეგ. აი იქიდან მე-19 საუკუნიდან იწყება ეს. მე-19 საუკუნე. მე-18 საუკუნეში სამურზაყანოს იქით ქართველ სასულიერო პირებს ფეხი არ დაუდგამთ. ქართველი სასულიერო პირები მე-17 საუკუნეში ამოწყვიტეს აი ამ მომხდურებმა. აი როცა ჩამოვიდნენ ქართველი სასულიერო პირები ფიზიკურად გაანადგურეს. ვინც მოასწრო, გაქცევა, გაიქცა, მოსახლეობა ან გაყიდეს სადღაც თურქეთში, ან მონებად აქციეს და მონებად ყავდათ მერე მთელი ცხოვრება.
ასე რომ ეს ყველაფერი წყაროებში არის დაფიქსირებული, რომ ეს დიდი დაპირისპირება იყო მანამდე, მაგრამ აი რუსეთი რო შემოვიდა, მან ახალი ფორმა მიიღო, ახალი სახე მიიღო. საბჭოთა პერიოდში კიდევ სულ სხვა სახე მიიღო და ყველა ცდილობდა ესე იგი ამ ცეცხლში რაღაცა ნავთი დაესხა და კიდევ უფრო გაემწვავებინა